მცხეთა ქრისტეს შობიდან პირველივე საუკუნეებში დაკავშირებული იყო იერუსალიმთან. მცხეთის მკვიდრი ებრაელებისგან აქ ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ უნდა მოსულიყო მესია. ებრაელები მაცხოვრის შობამდე 600 წლით ადრე ნაბუქოდონოსორის რისხვას გამურიდებიან და თავშესაფარი მცხეთის მამასახლისისთვის მოუთხოვიათ. მათთვის სამოსახლოდ მცხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი მიუციათ. მაცხოვრის ჯვარცმას მცხეთელი ებრაელები, ლონგინოს გარსნელი და ელიოს მცხეთელი ესწრებოდნენ, რომელთაც უდიდესი სიწმინდე უფლის კვართი ჩამოაბრძანეს საქართველოში. მცხეთისათვის წმინდა მიწა იერუსალიმი იმ ნათელწერტილად იქცა, საიდანაც დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება. მცხეთა და მისი შემოგარენი ტოპოგრაფიული სიზუსტით იმეორებს იერუსალიმში არსებულ წმინდა ადგილებს. აქ განმეორდა ყველა ძირითადი მოვლენის ადგილი მაცხოვრის ცხოვრებიდან, რომელიც იერუსალიმთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც დღემდეა შემორჩენილი მცხეთაში ჯვარი, ბეთლემი, ბეთანია, გეთსემანია. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახარების მიხედვით მაცხოვარი გამოვიდა იერუსალიმიდან მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევს გაღმა, სადაც იყო გეთსემანიის ბაღი. ასევე მცხეთასაც აქვს თავისი კედრონის ხევი. ეს არის არაგვი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით უვლის მცხეთას. არაგვის მარცხენა სანაპიროზე მცხეთის მოპირდაპირე მხარეს აღმართულია მაღალი მთა, გოლგოთა, რომლის მცხეთისკენ მომართული ფერდობი გეთსემანიად იწოდება. როგორც ჩანს, მცხეთის გეთსემანიაც იყოფოდა და არაგვის ორ მხარეს იყო განლაგებული. ნატორვის 1900 წლის გამოცემაში მცხეთა და მისი ტაძარის სვეტი ცხოველი ვკითხულობთ. შაჰ-აბასმა, ისევე როგორც თემურლენგმა, დააქცია და დაანგრია მცხეთის ტაძარის სვეტი ცხოველი. მხოლოდ ცხოველს მყოფელ სვეტთან შეხება ვერ გავედა. ამავე დროს დაინგრა მცხეთის გეთსემანიის ტაძარი, რომლისგანაც მხოლოდ კედლები იყო შემორჩენილი. გეთსემანია საშუალო ზომის დარბაზული ეკლესია უნდა ყოფილიყო, რომლის შესახებაც მეტად მცირე ცნობებია შემორჩენილი. მცხეთაში, სადაც საქართველოს ძალიან ბევრი სიწმინდეა, არსებობს კიდევ ერთი პატარა სწავლა და გეთსემანიის მონასტერი, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. გადმოცემით, ეს არის ადგილი, სადაც ელიოს, რომელმაც კვართი შემოაბრძანა მცხეთაში, შეეგება სიდონია და კვართი მიიღო და აქვე აღესრულა. ეს ადგილი ყოფილა ებრაელებით დასახლებული. ტაძარი, რომელსაც თქვენ კაცში ხედავთ, აშენებულია მე-4-მე-6 საუკუნეებში. 2008 წელს, როდესაც ჩვენ აქ მოვიდით, ჩვენ დაგვხვდა უკვე აშენებული ტაძარი და აშენებული მონასტერი და ვაშენებული მოღვაწეობთ. მონასტერში მსახურობდნენ ჩემს გარდა იღუმენი ნიკოლოზ კალანდაძე, არქიმანდრიტი თეოდორე არღულიანი, რომელიც ახლა სამების ლავრაში მოღვაწეობს და აგრეთვე მამა დავითი, მდელმონაზონი დავით თორდინავა. ჩვენ როდესაც აქ მოვედით 2008 წელს, მაშინ ვიყავი მე და მამა ნიკოლოზი, იღუმენი ნიკოლოზი. აქ ძირითადად ყველაფერი დამთავრებული იყო და რაღაც პატარ-პატარა სამუშაოები მიმდინარეობდა. შემდეგ ეს ბიჭები, რომლებიც მშენებლობაზე მუშაობდნენ, დაგვიახლოვდნენ და რამდენიმე მათგანი დღეს ჩემი სულიერიშვილია და მონასტრის მრევლია. ეს ჯვარი, რომელიც გადაგვიწყდა. დამზადებულია ასეთი ადამიანის აკაკი იზორიას მიერ. აკაკი მუშაობს ბოდბეში, მშენებლობაზე და დღეს ეხლა მივლინებულია სოჭში. იქ ქართული ტაძრის მშენებლობაა და ქვაზე სამუშაოებს ისასრულებს. სკულპტურები ესენი გააკეთა ჩვენი მეგობარი იყო და ჩვენი სულიერიშვილი, დათო ბილანიშვილი მოხანდა კი ეს. მარხვაში იყო ჩვენთან სტუმრად და უნდა რომ რაღაცა გაეკეთებინა, ეს თავის ჩააქსო ყველაფერი. ესკიზებს აკეთებდა აქ მონასტერში. შემდეგ თბილისში იმუშავა თავის სახელოსნოში, დაამთავრა და სამწუხაროდ თვითონ ვერ შეძლო დაემონტაჟებინა, გარდაიცვალა და იმისი გარდაცვალების შემდეგ ჩვენ ჩამოვიდანეთ და ის ადგილები მივიჩნდით, სადაც დათოს უნდა. 2003-2004 წლებში
არქიმანდრიტმა ილიამ ნასიძე, რომელიც იმ დროისათვის სვეტი ცხოვლის წინამძღვრის თანაშემწედ იყო დადგენილი, მცხეთის გიმნაზიის მასწავლებლებთან, მოსწავლეებსა და მშობლებთან ერთად დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ ნატაძრალს თავისი ადრინდელი დიდება დაბრუნებოდა. ერთი წლის განმავლობაში ნელ-ნელა აშენდა გეცემანიის ტაძარი. ნანგრევებად შემორჩენილი ფრაგმენტი ამჟამად ტაძრის საკურთხევლის კედელია. მშენებლებმა ნიჩფისის თლილ ქვასთან ერთად ირგვლივ მიმობნეული ტაძრის ქვებიც გამოიყენეს. ძველს ახალი შეერწყა და ტაძარმა დასრულებული სახე მიიღო. ნიჩფისის ნატეხი ქვიშაქვით დაიგო ფილაქანი, გაკეთდა ტაძართან ასასვლელი საფეხურები, აიგო სამრეკლო, გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები. ჯარჯი არქიმიძის ქველმოქმედებით ხატმწერ გოჩა კაკაბაძეს მიერ მოიხატა ტაძარი. ტაძრის ეზოში მთის ფერდობზე მოეწყო კელიები. (2004) წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით გეცემანიის ტაძრის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები დაიწყო, მაგრამ მიზეზთა გამო სამუშაოები გაჩერდა და მხოლოდ 2007 წელს გახდა შესაძლებელი აღდგენილი სამუშაოები განახლებულიყო. ამავე წლის აპრილის ერთ-ერთწვიმიან დღეს საქართველოს ეკლესიის საჭეთ-მპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მცხეთის წმინდა 10-12 მოციქულთა სახელობის გიმნაზიას ეწვია. მანამდე კი გეცემანია დაათვალიერა. მოიწონა დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოები. დალოცა და აკურთხა ტაძრის აღდგენაში მონაწილე ადამიანები. თქვენ უწმინდესობა, უწმინდესი მთავარმა, ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩამოგზავნით და იწყება გეცემანიის ტაძრის მშენებლობა. ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ამ გიმნაზიას მოგეხსენებათ, რომ ამპიოქის ტაძარი, რომელიც საშენებული არის, გიმნაზიამ დაიწყო ამ ტაძრის მშენებლობა, ვიჩოვის სპონსორი და გამოდო დღეს ეს ტაძარი და დედები ლოცულობენ და მსახურობენ. ეხლაც ჩვენ ესეთი ამგვინდა თქვენ უწმინდესობა, რომ ლოცვა კურთხევა მოგცეთ, რომ ამ გიმნაზიამ დაიწყოს ამ ტაძრის მშენებლობა. მრავალი ადამიანები გამოჩნდნენ, ეს მოგზავნებულები არიან, მოადგილე გუბერნიისა და ყველანი ფარშიკებიდან დაუწყარებენ შეთაბაზმა და ანგრიათ ჩვენ დავაშენოთ, რომ მასწავლებლები წარმოვიდნენ, მე შეუწიეს ეს გული, რომელიც არის ბატონ ნიკოლოს და ძალა მოგცეს ამ ტაძრის აშენებისა. სანამ ღვთისმშობლის ხატი, რომლის შემომწირველები არიან ჯარჯი აქიმიძე და ამირან დოლიძე, გეცემანიის ტაძარში დაიდებდა ბინას, ქართველ პილიგრიმთა 55 კაციანმა ჯგუფმა მიტროპოლიტ გერასიმესა და არქიმანდრიტ ილიას ხელმძღვანელობით იერუსალიმში ჩააბრძანეს ხატი. სიწმინდე ჯერ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის საფლავებზე, შემდეგ კი რამდენიმე დღის განმავლობაში იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის ორიგინალთან იყო დაბრძანებული. მოძღვრები მრევლთან ერთად აღავლენდნენ პარაგლის. მაცხოვრის საფლავზე ბერძენ სამღვდელოებასთან ერთად შესრულდა წმინდა ლიტურგია. სამშობლოში დაბრუნებული ღვთისმშობლის ხატი 2 თვის განმავლობაში დაბრძანებული იყო წმინდა სამების საკათედრო ტაძარში. შემდეგ კი ხატის სასეირნო მსვლელობით მცხეთის გეცემანიის ტაძარში დააბრძანეს. დედა ღვთისმშობლის ფარველობა არ მოკლებოდეს გეცემანიის მამათა მონასტერს. უფალმა ინებოს, როგორც ამ უდიდესმა ისტორიულმა ადგილმა, ქართველი ერის სულიერი მამის, ეკლესიის საჭეთ-მყრობელის,
ლოცვა კურთხევის ზალითა და მადლით დაიბრუნა თავისი ძველი დიდება, ისე აღდგენილ იყოს და აღორძინებულ იყოს სრულიად საქართველოს მიტოვებულ ტაძრებში სულიერი ცხოვრება.